გაიმართება თუ არა პირდაპირი დიალოგი სტამბოლში რუსეთ-უკრაინას შორის. ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება. რუსული დელეგაცია სტამბოლში იმყოფება, თუმცა ვლადიმერ პუტინის და სერგეი ლავროვის გარეშე. სტამბოლშია ქრონიკის გადამღები ჯგუფი მარიამ გიგანი გვერდდება პირდაპირ ეთერში. ქეთი სტამბოლში კვლავ მოლაპარაკებების მოლოდინში ვართ. რუსეთსა და უკრაინის დელეგაციებს შორის შედგება თუ არა პირისპირ შეხვედრა. ამ დრომდე უცნობი რჩება დილის 10 საათზე უნდა შემდგარიყო მსგავსი შეხვედრა, თუმცა აგვიანებენ იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო რამდენიმე საათში მოსკოვსა და კიევს შორის სიტყვიერი რიტორიკა საკმაოდ გამწვავდა. იმედები კლებულობს სერგეი ლავროვმა ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ითხოვს, რომ დელეგაციას დაესწრონ უმაღლესი წარმომადგენლები, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ლავროვმა ზელენსკის საცოდავი უწოდა. თავის მხრივ კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა რუსეთი იმის გამო, რომ სტამბოლში გამოგზავნა ბუტაფორიული დელეგაცია. ზელენსკი უკმაყოფილოა იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც დღეს აქ სტამბოლში წარმოდგენილი არიან რუსები. ასევე დანამდვილებით ვიცით თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, რომ სტამბოლში ჩამოსული არიან ამერიკელი მაღალჩინოსნების, თუმცა მათი ვინაობა არ საჯაროვდება. ამ წუთებში ანკარაში მიმდინარეობს არაფორმალური შეხვედრა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების და ვიცით ტრამპის ადმინისტრაციისგან, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ აქ ჩამოვიდნენ პარასკევს, ანუ ხვალ და მიიღონ მონაწილეობა უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებებში. თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ მოუწოდებს მხარეებს, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში სტამბოლში ჩამოსვლას, თუმცა ტრამპმა ისიც განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ თავად დონალდ ტრამპი აქ არ ჩამოვა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ თავად ვლადიმერ პუტინი ჩამოვიდეს. ამასთან კრემლმა უკვე გაავრცელა ცნობა, რომ ვლადიმერ პუტინი სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის დაგეგმილ შესაძლო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს. ფიქრობ რუსეთ-უკრაინაზე პროგრესი გვექნება. ნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ ომის დასრულებას. ჩვენ გვყავს ხალხი, რომელიც ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებს. იმედი მაქვს, რომ რუსეთი და უკრაინა შეძლებენ რამის გაკეთებას, რადგან ეს ომი უნდა დაამთავრდეს. ფიქრობ, რომ გვაქვს ამის შანსი. არ მქონდა მოლოდინი, რომ პუტინი ჩავიდოდა თურქეთში, რადგან მე არ უგეგმავდი ჩასვლას. რატომ უნდა ჩასულიყო, თუ მე იქ არ ვიქნებოდი. ჩემი ვიზიტის გარეშე ვფიქრობ, პუტინის იქ ჩასვლა შეუძლებელი იყო. თუმცა იქ არის მარკო რუბიო, სახელმწიფო მდივანი და გვყავს კიდევ ხალხი. ეს ომი უნდა დამთავრდეს ფულის გამოც. 350 მილიარდი დოლარი გადავეცით უკრაინას. არავინ იცის სად წავიდა ეს ფული. ზელენსკი დიდებული გაყიდვების აგენტია. რამდენჯერაც შტატებში ჩამოვიდა, იმდენჯერ მილიარდები წაიღო. თუმცა ბოლოს კარგად აღარ გამოუვიდა. ჩვენ უმაღლესი დონის დელეგაციით ვართ წარმოდგენილები იმისთვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად. შევხვდებით თურქეთის პრეზიდენტს. კონტაქტზე ვართ ამერიკულ მხარესთან. რასაც ვხედავთ, რუსული დელეგაცია ბუტაფორიული დონისაა. ჩვენ შევხედავთ, რამდენად აქვს რუსულ დელეგაციას გადაწყვეტილების მიღების მანდატი, რადგან ყველამ ვიცით, ვინ იღებს რუსეთში გადაწყვეტილებებს. უკრაინის პრეზიდენტი ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მართავს შეხვედრებს და როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, სწორედ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, გამოგზავნის თუ არა საკუთარ დელეგაციას სტამბოლში მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ დელეგაციის სავარაუდო შემადგენლობა შესაძლებელია იყოს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. ამავდროულად, როგორც უკვე აღვნიშნე, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრთა არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს ანტალიაში. იქიდანაც ველოდებით მარკო რუბიოსა და სტივ ვიტკოფის სტამბოლში ჩამოსვლას ხვალ.